დღეს რომ ივანიშვილს ასანქცირებენ და დიქტატორს რო ეძახიან დასავლელი პოლიტიკოსები და ესე რო ებრძვიან, ეს ამათი ესეთი გამწარება და ესეთი ბრძოლა მაფიქრებინებს იმას, რომ მართლა ამ ქვეყნისთვის სასიკეთო რაღაცა გადაწყვეტილება მიიღო ეთყობა ამ კაცმა და ამ ქვეყნის ინტერესები არ გაყიდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ივანიშვილს რო საქართველოს ინტერესები გაეყიდა, არც 2 მილიარდს არავინ გაუყინავდა და არც დიქტატორს დაუძახებდნენ და არც არანაირი პრობლემა არ შეიქმნებოდა. ეხლა რატო ვფიქრობ იმას, რომ რატო ვიძახი იმას, რომ ვერ მოახერხეს ეთყობა ივანიშვილის დავერბოვკება და გადაბირება თქო და ყიდვა და იმიტომ ებრძვიან ესე გამწარებით, ამას იმიტომ ვიძახი, რომ თუ გავიხსენებთ 90-იან წლებს ზოგადად საქართველოს აი უახლესი ისტორია, ხო, რა იყო? ჯერ იყო საბჭოთა კავშირი, სადაც ესე იგი მონურ პირობებში ვიყავით, იმ გაგებით, რომ საქართველოში არსებულ ხელისუფლებას არ შეეძლო არანაირი გადაწყვეტილების მიღება და კრემლის კაბინეტებში იწერებოდა თუ როგორები უნდა ყოფილიყავით, რისთვის მოგვესმინა, როგორ გველაპარაკა, რა კუთხით განვითარებულიყავით და საერთოდ ყველაფერს წვიტავდნენ კრემლის კაბინეტებში და აქ უგზავნიდნენ დირექტივებს შესასრულებლად საქართველოში არსებულ ხელისუფლებას. აი ეგ იყო მაგათი ფუნქცია და დღევანდელი საბჭოთა ევროპაც, დღევანდელი ევროკავშირი ზუსტად აი თავისი მიდგომებით და ამ დამოკიდებულებით რაღაცნაირად მახსენებს საბჭოთა რუსეთის დამოკიდებულებას რიგი სახელმწიფოებისადმი. იმ დღიდან როგორც კი ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და რუსეთისგან დავიხსენით თავი, აი იმ დღიდან გავხდით სამიზნე ჩვენ ამერიკის იმ თვალსაზრისით, რომ ამერიკას ჭირდებოდა ამ რეგიონში სანდო დასაყრდენი და ეს იქნებოდა ამერიკის, როგორ თქვა, ჰეგემონიური პოლიტიკისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორტპოსტი თავისი ადგილობრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე და ყველაზე მთავარი მტერი ვინც ყავს, ხო, რუსეთი, აი იმ რუსეთთან ბრძოლაში საკმაოდ ეფექტურად გამოიყენებდა საქართველოს. ისე როგორც მოახერხეს უკრაინის გამოყენება. მაგრამ 90-იანებში ვერ შეძლო დასავლეთმა ვერც ზვიად გამსახურდიას ყიდვა, ზვიად გამსახურდია იყო პატრიოტი კაცი და უყვარდა საქართველო. ვინც რა არ უნდა თქვას, ეხა კაი პოლიტიკოსი იყო თუ ცუდი პოლიტიკოსი იყო თუ როგორი იყო, ეგ კაცი იყო პატრიოტი და უყვარდა საქართველო. ზვიად გამსახურდიამ რო ვერ გაიმეტა საქართველო ხელახალი მონობისთვის და ზვიად გამსახურდია რო ვერ დაიყოლიეს იმაზე, რომ საქართველოსთვის ისევ, ოღონდ ეხა ახალი მონური უღელი შეება დასავლეთის ვასალად და მონად რო გადაიქცია ეს ქვეყანა, აი მაგაზე რო ვერ დაიყოლიეს და რო ვერ გადაიბირეს, ადგნენ მერე და დაამხეს გამსახურდიას ხელისუფლება. გამსახურდიას ამერიკელები ეძახდნენ დიქტატორს და სადამ ჰუსეინს ადარებდნენ და აი ამ დროს, როცა აქ ომი გავაჩაკეთ ქართველებმა და ერთმანეთს ხოცავდით ზუსტადაც დასავლური სპეცსამსახურების ხელშეწყობით და ასევე რუსული სპეცსამსახურების ხელშეწყობით თბილისის სამოქალაქო ომი ჩვენი და აქ რა ტრაგედიაც დაგვემართა, მაგაში იღებდა მონაწილეობას როგორც რუსეთის სპეცსამსახურები, ასევე დასავლური, ორივესაც ყოფდა იქ. აი ეგრე დაამხეს ეგ კაცი, მოახდინეს ამ ქვეყანაში სამხედრო გზით და ომის გზით გადატრიალება და ხელისუფლებაში მოიყვანეს ედუარდ შევარდნაძე, რომელიც იყო თავიდან ბოლომდე დასავლეთის, როგორ თქვა, დასავლეთისთვის ყველაზე მისაღები კანდიდატი იყო, იმიტომ რომ შევარდნაძეს მანამდე უკვე ქონდა ისეთი საქმეები გაკეთებული, რაც დასავლეთის წისქვილზე ასხავდა წყალს. სწორედ ამიტომ საქართველოში პრეზიდენტად ჩამოგვიყვანეს შევარდნაძე და აი შევარდნაძის პრეზიდენტობის დრო გამოიყენა დასავლეთმა იმისთვის, რომ საქართველოში გამოეზარდათ ისეთი პოლიტიკური ელიტები, რომლებიც იქნებოდნენ თავიდან ბოლომდე დასავლეთის მონამორჩილები და ყველა დავალებას შეასრულებდნენ. სწორედ ასეთი პიროვნება გახდათ მიხეილ სააკაშვილი.
შევარდნაძე რო დაბერდა და აქ უკვე რომ მიშამ ზატყავდათ იმისთვის რომ ქვეყანა ჩაებარებინათ, მოახდინეს ვარდების რევოლუცია და ხელისუფლებაში მოიყვანეს მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა, რომლებიც იყვნენ უპირობოდ ყველაფრის შემსრულებლები, რასაც დაავალებდნენ და რომლებიც საქართველოს ინტერესებს ყიდდნენ უცხო ქვეყნის ინტერესებზე. სწორედ მაგიტომ პატიობდნენ მიშას ყველაფერს აქ, რაც ხდებოდა ქართველების ხოცვასაც, წამებასაც, გაუპატიურებასაც, თვალთვალსაც და ყველაფერს, იმიტომ პატიობდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ყირდებოდა აქ და თავიდან ბოლომდე დასავლეთის ინტერესების მსახური იყო ეგ კაცი და ის ხელისუფლებაც. ასევე დასავლეთის მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ დასავლეთის ხელშეწყობით მოხდა ის, რაც მოხდა 2008 წელს, რადგანაც ყველა ხიდი ჩაენგრია და ყველა გზა დაეწვა დასავლეთს იმისა, რომ რაღაცნაირად ჩვენ ქართველებს რუსეთთან სალაპარაკო ან სადისკუსიო რამე დაგვჩენოდა. აი ამას ემსახურებოდა 2008 წლის ომი, რაც უკვე იძულებულს გვხდიდა თავიდან ბოლომდე, რომ ამერიკის იქით ყველა გზა მოკლედ ჩაიხერხა, ხო ჩვენთვის. ამერიკა მოახერხა ის, რომ ჩვენ ქართველებს ყველა გზა ჩაგვიხერხა და არსად გასახედი არ დაგვიტოვა, ერთადერთი უნდა ყოფილიყავით რაღაცა გამოგონილი ნატოში გაწევრების რაღაცა შეკირებაზე. მაგრამ აქ მიშა სააკაშვილი იმდენად ბოროტი გამოდგა და იმდენად ამ ხალხს ყელში ამოუყვანა, რომ ყველამ გავრისკეთ ჩვენი სიცოცხლეც ყველაფერი და ეს კაცი და ეს ხელისუფლება მოვიშორეთ ამ ქვეყნიდან. ესენი რომ მოვიშორეთ, მერე დასავლეთმა ივანიშვილს პირობა ჩამოართვა და ამ ხელისუფლებას კონკრეტულ სახელებზე და გვარებზე, რომ ამ ადამიანებს არ დაიჭერდნენ და არ შეეხებოდნენ. იმიტომ რომ ეს ადამიანები ჭირდებოდათ, ისევ თამაშში ტოვებდნენ მაგ ადამიანებს და დღეს ფაქტია, რომ აი ოპოზიცია, ვინც დღეს ოპოზიციის ავანგარდში დგანან ეგ ადამიანები, თავიდან ბოლომდე არიან აი ამ დასავლური სამყაროს მიერ აქ დაფინანსებული, გამოზრდილი და გაწვრთობილი და პირდაპირ დასავლური სპეცსამსახურების მიერ დავერბოვკებული ადამიანები. ბევრია დგას ეგეთი ოპოზიციის ავანგარდში, არათუ ისე ოპოზიციაში, არამედ ვინც ეგრეთ წოდებული წამყვანი ტიპები არიან ოპოზიციაში. რო ვერ მოახერხეს ივანიშვილის ყიდვა, რო ვერ იყიდეს ივანიშვილი და ვერ დაიხოლიეს იმაზე, რომ საქართველოს ინტერესები გაეყიდა ამ კაცს უცხო ქვეყნის ინტერესებზე, სწორედ მაგიტომ ეძახიან დღეს ივანიშვილს დიქტატორს, როგორც ეძახდნენ ზვიად გამსახურდიას დიქტატორს და სადამ ჰუსეინს. ზუსტად იგივე პროცესები მეორდება, რაც 90-იანებში გავიარეთ და ამაზე ვიფიქროთ, ბევრი ყველას გთხოვთ და გეხვეწებით. აი ამაზე ყველამ კარგად ცივი გონებით დავფიქრდეთ და გავიხსენოთ ეს ყველაფერი და შევაფასოთ ეს პროცესები რა ხდება. ივანიშვილი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დასავლეთს ეყიდა, არც იმ 2 მილიარდს დაუყადაღებდნენ, არც სანქციებს დაადებდნენ და ივანიშვილს დაარქმევდნენ დემოკრატიის შუქურას, ისევე როგორც მიშას ეძახდნენ დემოკრატიის შუქურას. დასავლეთს საქართველო ჭირდებოდა რუსეთთან ბრძოლის ამბავში. მეტი სხვა დასავლეთს და შტატებს საქართველო არაფერში არ ჭირდებოდა და არაფერში არ ჭირდება. სწორედ მაგიტომ გამოაგზავნეს მიხეილ სააკაშვილი კონტეინერით თუ რაღაცა იმაში რო იყო მაწუნებში ჩასვეს და გამოუშვეს საქართველოში იმ მოტივით, რომ იც კარგად იცოდნენ, რომ 2-3 თვეში უკრაინაში ომი დაიწყებოდა და მიხეილ სააკაშვილი აქ ყველაფერს იზავდა იმისთვის, რომ ამ ქვეყანაშიც ქაოსი გამოეწვიათ და ამ ქვეყანაშიც ცეცხლი წაკიდებოდა ყველაფერს, რომ მე მოეხერხებინათ ის, რომ საქართველო გამხდარიყო ჩვეულებრივი ბრძოლის ველი და რინგის ადგილი, მეტი არაფერი. იმიტომ არიან ესე გამწარებულები, ესე გაგიჟებულები და იმიტომ ამდენ სანქციებს გვადებენ და არიან იმ დღეში, რა დღეშიც არიან. მაგრამ ეს ყველაფერი მალე დამთავრდება ძალიან და ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ პატრიოტებს ერჩიან ყოველთვის და იმ ადამიანებს ერჩიან ყოველთვის, ვინცაც ამ ქვეყნისთვის სიკეთე უნდოდა. ისტორიას თუ გადავხედავთ,
მივხვდებით ძალიან კარგად, რომ ამ ქვეყნის პატრიოტებს და ამ ქვეყანაში ზოგადად პატრიოტებს ებრძვიან, არახარებენ და ხოცავენ და კლავენ. მოგვიკლეს ზვიადგამსახურდია, მოგვიკლეს კოსტავა, მოგვიკლეს შარაძე ქალაქის ცენტრში, საქართველოს გულში დააკლეს. ებრძვიან და ერჩიან პატრიოტებს და საქართველოსთვის სიკეთის მომტან ადამიანებს. ყველაფერი იმედი მაქვს, რომ კარგად იქნება და ჩვენი ხალხი მიხვდება და აი ამ ყველაფერს, რასაც ვიძახი და ვლაპარაკობ, ამ ყველაფერს ძალიან კარგად მიხვდება ყველა ჩვენთაგანი და ყველა ქართველი ძალიან მალე დადგება ეგ დრო.